სახელით და მამისა და დადისა და დაწმინდისა სულისა ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღევანდელი დღისათვის, დღევანდელი წირვისათვის. ყველას გილოცავთ დღევანდელ დიდ დღესასწაულს. ეს არის სცენება დიდი წმინდანის ერთ-ერთი ფუძემდებლის მონაზვნური ცხოვრებისა ანტონი დიდისა. ის განსაკუთრებით შემწია ბერმონაზნობის. ამიტომ ბერმონაზნობსაც კიდევ განსაკუთრებულად გილოცავთ და მისი ლოცვა, მისი მადლი შეგეწეოდეთ თქვენი ცხოვრების მანძილზე და ყველა შეგვეწეოდეს. ის როგორც ვიცით, მისი ისტორია უმეტესობამ ვიცით, ახალგაზრდა იყო 20 წლის, დატოვა ეს წუთი სოფელი და შეუდგა ღმერთს. პირველ საუკუნეებში, როდესაც ადამიანები ქრისტესთვის ეწამებოდნენ, მაშინ მოწამეობა იყო და დღესაც არის უდიდესი ღვაწლი. შემდეგ, როდესაც კონსტანტინე მეფის დროს შეწყნარებული იქნა მართლმადიდებლობა, ამის შემდეგ მრავალ ადამიანში, რომელთაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა უფლისა, იმსგლავრა იმის წადილმა, რომ მთელი ცხოვრება, თავიანთი ცხოვრება მიეძღვნათ უფლისათვის და მთელი მათი ცხოვრება ყოფილიყო მოწამეობა. დაეტოვებინათ ეს წუთი სოფელი, გასულიყვნენ და ემოღვაწევათ უფლის სიყვარულისთვის და უფლის ადიდებლად. ერთ-ერთი პავლე თებაიდელთან ერთად და კიდე სხვა დიდ მამებთან ერთად ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით და თავის ცხოვრების წესით თვითონ იცხოვრა ისე, რომ მე ესწავლებინა ჩვენთვის, ეს იყო ანტონი დიდი და 20 წლის იყო გავიდა ამ ქვეყნიდან. რა არ გადახდა მას თავს? თუ სხვებს ჯალათები თავებს აჭრიდნენ, ან ისე კლავდნენ, მას ეშმაკთა ლაშქარი დაესხა, ცემეს, გვემეს და ისე იყო რამოდენიმე დღე, ყველას მკვდარი ეგონა შემდგომში ვინც ნახა. და მასთან მივიდა ერთი ადამიანი, რომელსაც საზრდელი მიქონდა ხოლმე ანტონი დიდთან. როცა ნახა ასეთ მდგომარეობაში, წამოიყვანა და მიიყვანა დასახლებულ ადგილას, იქ ვინც ნახა ყველას მკვდარი ეგონა. მაგრამ შემდეგ უფლის შეწევნით ყველამ ნახა, რომ თვალებიც გაახილა და პირველი რაც იყო, თხოვა იქ ყოფ ხალხს, რომ წაიყვანათ ისევ იქ, საიდანაც წამოიყვანეს. მას იგი არ უშინდებოდა ეშმაკთა შემოსევებს. ის მარტო წიგნში წაკითხული არ არის, მართლაც ვინც მოღვაწეობს. ბოროტი მას აუცილებლად დაესხმევა ზოგს რა სახით, ზოგს რა სახით, ზოგს პირდაპირ გამოეცხადება ხოლმე და მას ეგვემენ, მაგრამ უფლის რჩეულები უფლისგან მაინც დაცულები არიან და ჩვენ გვაძლევენ იმის მაგალითს, ჩვენც არ შევდრკეთ და არ მივატოვოთ ხოლმე ის ასპარეზი, რომელიც უფალმა გაგვიმზადა. ხშირია ხოლმე ჩვენში სასულიერო პირებში ან ქრისტიანებში რაღაც გაგვიჭირდება ვიღაცისგან, რაღაცა არ მოგვეწონება და მოვინდომებთ ხოლმე ადგილის შეცვლას და იქიდან წასვლას და ასეთ შემთხვევაში ხო ანტონი დიდი და სხვა მრავალი მამა გვამხილს იმით, რომ ისინი ეშმაკებსაც არ უშინდებოდნენ, არ რჩებოდნენ იმ ადგილას, სადაც იყვნენ მოწოდებული და უფლის მადლი და უფალი თვითონ არასდროს არ ტოვებდა ხოლმე მათ. ჩვენც ალბათ მაგალითი უნდა ავიღოთ მათი ცხოვრებიდან და რაღაც წინააღმდეგობა რომ შეგვხვდება
არ უნდა შეგვეშინდეს მიზანი, როცა დასახული გვაქვს და ჩვენი მიზანი ალბათ თითოეული ქრისტიანის არის საბოლოო ჯამში ღმერთთან ყოფნა, იმ ნეტარებაში ყოფნა, რაც უფალთან არის, სასუფეველში ყოფნა და ჩვენს ამ მიზნისთვის არ უნდა შეგვეშინდეს ხოლმე და არ უნდა დავიხიოთ უკან. და უფალი ყოველთვის შეგვეწევა და რაც წარმოუდგენელია ხოლმე თქვა და ფანტაზიის სფეროში შეიძლება ჩაგვითვალოს ვინმე, იმას აუცილებლად მოგცემს უფალი. თავარია არ შევკეთ და არ შეგვეშინდეს. სულ მოკლეები არ ვიყოთ, სულ გზელები ვიყოთ და ვიაროთ იმ დიდი მიზნისკენ. როცა ამას ვირწმუნებთ, მაშინ თვით მიწაზეც მრავალი პრობლემაც მოიხსნება. იგივე თქვათ ბევრს რამოდენიმე წლის წინ ისაც ვერ წარმოედგინა რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. შემდეგ შეიძლება რუსეთმა რომ შეგვიტია, ბევრმა იფიქრა რომ ტერიტორიებს ვეღარ დავიბრუნებდით. ეს ადამიანური აზროვნებაა და შეცდომა რაღაც უყურებთ ხოლმე ვიღაცის ძალას და გვავიწყდება რომ თვითონ ძალის მომცემი უფალია და უფალი თუ ჩვენთან იყო, ვერანაირი ძალა წინ ვერ დაგვიდგება. და მასეც იქნება საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ეს არ არის შორეული მომავლის პერსპექტივა. ეს აუცილებლად გამთლიანდება. არც ერთი ქართველი არ დაუშვებს იმას, რომ თლიანობა დარღვეული იყოს. ეს ხო ღვთისმშობლის სიტყვედრი ქვეყანაა, ეს ხო ის ადგილია, რომელიც უფალმა განსაკუთრებით შეიყვარა. იმის გამო რომ ჩვენს გვიჭირს ხოლმე კლავენ გვდევნიან, მაგრამ არ გვეშინია წაგვართმევენ, ისევ დავიბრუნებთ. ეს ერთხელ და ორჯერ არ მოხდა ჩვენი ისტორიის მანძილზე და ისევ დადგება ის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა კვლავ ძლიერი იქნება. თავარია ამის რწმენა გქონდეს, გჯეროდეს, იმედი გქონდეს და ყოვლის შემძლე უფალი აუცილებლად შეგვეწევა ყოველივე ამაში. რადგან დღეს ანტონი დიდის ხსენება მინდა ვთხოვო მოძღვრებს, ვთხოვო მშობლებს, ადამიანი რომლებიც მოწოდებულები არიან ამ განსაკუთრებულ გზაზე, ნუ დავაკავებთ ხოლმე მათ. შვილს თუ ვზდით, შვილი უნდა გავზარდოთ ღმერთისთვის, უნდა გავზარდოთ სამშობლოსათვის და არ უნდა გვენანებოდეს რომ თუ წავა უფალთან, თუ სამშობლოს თავს შეწირავს. ჩვენ ასეთი შვილები უნდა გავზარდოთ. არ არის აუცილებელი ყველა მონაზონე იყოს, მაგრამ ვისაც მონაზნობის გზაზე უხმობს უფალი, ნუ გაბედავს ნურც სასულიერო პირი და ნურც მშობელი, რომ ღმერთისთვის დაინანოს თავისი შვილი, ასევე თავის სამშობლოსათვის რომ დაინანოს თავისი შვილი. ღმერთმა დაგლოსოთ, ღმერთმა გაგახაროთ და თითოეული თქვენთაგანი სულიწმიდის მადლით აღავსოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ვიცხოვროთ ხოლმე ისე, როგორც ნამდვილ ქრისტიანებს შეეფერებათ და დღევანდელი დღის წმინდანისგანაც უნდა ვისწავლოთ სულგრძელობას და ყველაფერი ის სიკეთე, რომელიც მან თავის სწავლებაშიც დაგვიტოვა. ჩემთვის ძალიან საყვარელი წიგნი იყო ანტონი დიდის ცხოვრება, ასევე ისწავლანი და დღესაც ერისკას თუ მონაზონს ყველას გამოადგება, იმიტომ რომ პრაქტიკაში ვინც გაიარა, რომელმა ადამიანმაც გაიარა ეს ყოველივე და ისეთ ადამიანებთან ცხოვრობდა, რომლებმაც პრაქტიკაში გამოსცადეს, ის გადმოგვცეს და ამიტომ ჭეშმარიტია მათი სწავლება. და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ შევძლოთ და შეძლების დაგვარად ჩვენი ძალების და მიხედვით უფალს ვთხოვოთ, რომ შეგვაძლებინოს მასზე ცხოვრება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ჩვენი უწმინდესი დალოცოს უფალმა და მისი ლოცვით, თქვენი ლოცვით, თქვენი შეწევნით ღმერთმა გაამთლიანოს, გააძლიეროს და გააბრწყინოს ჩვენი ქვეყანა.
ერთმა დაგლოსო და გაგახაროთ. იხარ თორსა სოფელშინა. ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო. დღეს კვირა დღე გახლავთ, მნიშვნელოვანი დღე არის თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ყოველმა პიროვნებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ყოველდღიური ცხოვრება ღვთაებრივი ცხოვრების თანაზიერი უნდა იყოს. ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოველი კავშირი შემოქმედთან, უფალთან, რაც გამოიხატება ყოველდღიურ ლოცვებში, გამოიხატება სათანადო დღეებში, მარხვის აღსრულების, მარხვის დაცვაში, გამოიხატება აღსარებაში. ჩვენ 10 მცნებიდან მეოთხე მცნებით გვეუწყება, რომ 6 დღესა შინა ვიქმოდეთ საქმეთა ჩვენთან, მაგრამ დღე იგი მეშვიდე უნდა ვყოთ წმინდად და არ უნდა დაგვავიწყდეს. ძალზე ხშირად ადამიანები ამ ქვეყნიურ საზრუნავს მოიმიზეზებენ ამ მცნების დარღვევის საბაბად და თანდათან განეშორებიან უფალს. უნდა ეცადოს თითოეული პიროვნება შაბათს აღამოს, კვირას დილას, წირვალოცვას დაესწროს და ამითი მისი გონება განიბრძნოს სახარებისეული სწავლებით, მსახურებაში მონაწილეობით და რა თქმა უნდა ზიარებით. იმაზე დიდი სიახლოვის მიღწევა მიწაზე ხორციელ მდგომარეობაში ყოფ ადამიანთათვის, რასაც ზიარებას მოაქვს, არ არსებობს სხვა უფრო მეტი სიახლოვე. ადამიანი უფალს უახლოვდება ლოცვისას, მარხვის პროცესში, უახლოვდება აღსარების თქმისას, მაგრამ ყველაზე დიდი მჭიდრო კავშირი ზიარებისას მიიღწევა, მაგრამ მას სათანადო ჯეროვანი მომზადება სჭირდება. დღევანდელ სახარებაში ლუკა მახარებელი გვამცნებს, თუ როგორ კურნავს უფალი ბრმა ადამიანს. ეს ბრმა ებედრება და შეღაღადებს ძეო დავითისო მიჰმართავს მას და იპყრობს მის ყურადღებას. ჩვენთვის ძალზე საგულისხმოა ეს გარემოება, ჩვენ მივმართავთ კი უფალს და ვევედრებით, რათა განკურნოს ჩვენ. უფრო ხშირად ადამიანები ყოფითისთვის, წარმავალისთვის ევედრებიან უფალს და ავიწყდებათ ყველაზე მთავარი მარადიული, ის რაც ღვთაებრივია, რაც არ ექვემდებარება დროის მსვლელობას. ამიტომაც არის, როდესაც ჩვენ წმინდა ეკლესიამ სარწმუნოების სიმბოლო დაგვიდგინა, მე-11 წევრი ამ სარწმუნოების სიმბოლოსი შეგვახსენებს მოველი აღდგომას მტრეთითო და განაყოლილი ჩვენგანი მოელისა მას აუცილებელია ეს სულიერი პროცესი ამ მოლოდინი ჰქონდეს პიროვნებას და ჯერონად მოემზადოს ყოველდღიურად. და აი უფალი განკურნავს ბრმას და ეუბნება სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნა შენ. აი თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი რა სითხოვს უფალი თითოეული პიროვნებისაგან. ცოცხალ, ცხოველ სარწმუნოებას, ნელთბილი არაფერი არ ვარგა. უნდა იყოს ცხოველი, ხურვალე სარწმუნოება, რომელიც უნდა გამოიხატოს ყოველდღიურ სახურებაში, ლოცვაში, მარხვაში, უნდა გამოიხატოს საქმიანობაში და ასე შემდეგ. არავინ იფიქროს, რომ ყველა პიროვნებას ერთი და იგივე ჯვარი აქვს. ერისაგან, იმის დამიხედვით თუ რა სულიერ საფეხურზე იმყოფებიან, პირობითად ვიტყვით, თუ ის პირველ კლასშია, პირველი კლასის დავალება აქვს მას, თუ მომდევნო საფეხურზეა ასული, მაშინ მას დავალება უმძიმდება. ამიტომაც ბრძანებს უფალი, უარყავ თავითვისი აღიღე ჯვარითვის და შეომიდექმე და ეს ჯვარი ყველა საფეხურზე განსხვავებულია და რაც უფრო წინ მიდის ადამიანი, მას ეს ჯვარი უმძიმდება, რა თქმა უნდა. სხვანაირად შეუძლებელია ცათა სასუფეველის დამკვიდრებისა. აი ბრმის ჯვარი იყო ის, რომ მთელი ცხოვრება ესე ბრმად დადიოდა და უჭირდა მას ეს და სთხოვა უფალს, მაგრამ სთხოვა სარწმუნოებით და აი მოხდა კვლავ კიდევ ერთი სასწაული და უფალმა ეს ადამიანი განკურნა. ასევე განკურნავს უფალი ყოველ ადამიანს, რომელიც მთელი გულით, მთელი სულით შეევედრება მას და მთავარი კურნება არა ხილული თვალის განკურნება, არამედ აი თვალის, რომელიც არის მირულებული, ბრძანებს უფალი სახარებაში თვალ ასხენ და ვერ ახედავენო. აი ამ თვალზეა ლაპარაკი, სულიერი თვალი, ის თვალი, რომელიც მარადიულობას ჭრեց იმ თვალმა, რომელმაც დაუვალი ნათელი უნდა იხილოს,
ღვთაებრივი ცხოვრების თანაზიერი უნდა გახდეს ყოველი პიროვნება. დღეს იცით თქვენ რომ უდიდესი წმინდანის ღირსი ანტონი დიდის ხსენებით დღე გახლავთ, გამორჩეული პიროვნება გახდათ ღვთისაგან. ეს პიროვნება უფალმა გამოირჩია ჭურად რჩეულად დაადგინა, სული წმინდის საყვირად დაადგინა. იგი მოღვაწეობდა მე-4 საუკუნეში და როგორც ამას საეკლესიო ისტორიკოსები გვაუწყებენ, დაიბადა 251 წელს ეგვიპტეში და გარდაიცვალა 356 წელს, 105 წლის ასაკში. და ჩვენთვის ცნობილია, რომ მიუხედავად თავისი ასაკისა, იგი მაინც ხნედ გამოიყურებოდა და მისი სიმხნევის მთავარი წყარო გახდათ უფლისადმი მისი მხურვალე ლოცვა და მისი მოსაგრე ცხოვრება. ანტონი დიდის ქმნილებებიდან ჩვენ დღემდე შემოგჩა არაერთი მნიშვნელოვანი თხზულება, არაერთი მისი შეგონება, რომელიც სულისათვის მეტად სარგო გახლავთ. ჩვენ გავიხსენებთ იმ 20 სიტყვას ქრისტიანულ სათნოებაზე და სულიერ ცხოვრებაზე, ასევე გავიხსენებთ 7 ეპისტოლეს სულიერ ბრძოლასა და სრულყოფაზე, ასევე გავიხსენებთ მონაზონთა ცხოვრების სხვადასხვა წესებს. თითოეული პიროვნება უნდა განისწავლებოდეს რა სახარებისეული სწავლებით, ასევე დიდი ყურადღება წმინდათა მამათა შეგონებებს უნდა მიაპყროს. უნდა მიაპყროს შეგონებებს, რათა მათ დიდი სულიერი გამოცდილება ცხოვრებისეული, სულიერი ცხოვრების გზაზე დაირას მოძღვრავს წმინდა ანტონი დიდი. იგი ბრძანებს ყოველ დღეს იმგვარად შეუდგეთ, თითქოს სწორედ ამ დღეს დავიწყეთ მოსაგრე ცხოვრებაო. ესე იგი მიუთითებს თითოეულ პიროვნებას, რომ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ უკვე ყველაფერი მოიმუშაკა, ბავშვად დაამთავრა უმაღლესი, იქ შექმნა ოჯახი, თუნდაც ყავს უკვე შვილიშვილები, ან ბერმონაზნულ ცხოვრებას არის შედგომილი და გარკვეულ სიმაღლეს მიაღწია. აი იქ დაიწყება იმ პიროვნების უკუსლა, სადაც კი იფიქრებს, რა მომენტიდაც იფიქრებს, რომ მან ყველაფერი აღასრულა. ამიტომაც მოგვიწოდებს წმინდა მამა, რომ ყოველ დღეს იცხოვრე ისევით, რომ თავიდან იწყებდი ყველაფერს და ჩათვალე, რომ დღემდე არაფერი გაგიკეთებია და არც მოგიმუშაკებია. ეს სიფხიზლეს შეჰმატებს ადამიანს და სიცოცხლის ბოლომდე იქნება ფხიზლად, რათა სულიერ ბრძოლაში ყავდეს შემწე უფალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ანგელოზები და ამით შეძლოს თავისი მძიმე ჯვარის გოლგოთაზე ატანა. იგი ბრძანებს, რომ ბერძნებიო უცხო ქვეყანაში მიაშურებენ ხოლმე და იქ საერო ცოდნას ეზიარებიან და ჩვენ კიდე არ გვჭირდებაო სადმე წასვლა, რათა ღვთაებრივი ცხოვრების თანაზიარი გავხდეთ, რათა ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ. აქ ძალიან დიდი სიბრძნეა ჩაქსოვილი, ამაო ცხოვრებაზეც არის საუბარი, ამაო დროს ფლანგვაზეც არის საუბარი. რა თქმა უნდა, პიროვნება სხვადასხვა საჭიროების გამო უნდა მოგზაურობდეს კიდეც, მაგრამ თავარი არ უნდა დაავიწყდეს. იქ სადაც არის ახსოვდეს უფალი და ყოველთვის ეძიებდეს სასუფეველსა ღვთისაო, როგორც ამას ჩვენ სახარება გვასწავლის, პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ყოველი ეგე შეგეძინოთ თქვენ. ძალზე მნიშვნელოვანია პიროვნება უქმად არ კარგავდეს დროს და ყოველი წუთი, ყოველი წამი მისი ცნობიერების და უფალთან იყოს დაკავშირებული. დიახაც, თუნდაც საერო საქმით იყოს ის დაკავებული, ეს ოჯახის საქმე იქნება, სამოქალაქო რაიმე მსახურება, განსაკუთრებით ასევე სასულიერო მსახურებაც. წმინდა ანტონი დიდი შეგვაგონებს, რომ მთელი ჩვენი დრო და ძალისხმევა უფრო სულის განმტკიცებას უნდა მოვანდომოთ და უფრო ნაკლები სხეულისას. ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც პიროვნება თავის ფიზიკურ გარეგნობას ძალიან დიდ დროს უთმობს, მის ჯანმრთელობას გადამეტებულად, გადაჭარბებულად დიდ დროს უთმობს და ავიწყდება, რომ სულიერად ძაბულ მდგომარეობაში იმყოფება. ხშირად არის ოჯახის წევრები დარდობენ ამა თუ იმ პიროვნების ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არის ზრუნვის საგანი, მაგრამ ვავიწყდება მთავარი. გარდა იმისა, რომ სხეულის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ, სულის სიჯანსაღეზე თუ ვზრუნვათ. სულის სიჯანსაღის ნიშნები არაერთია. უხარია თუ არა მას ყოველდღიური ლოცვა, დილა-საღამოს ლოცვებს ასრულებს თუ არა ხალისით, გულისხმიერად, კითხულობს თუ არა შვიდგზის ლოცვებს და ასე შემდეგ. იცავს თუ არა მარხვას თუ მარხვა მისთვის რაღაც ისეთი
მომენტია, რომელიც მაშინ ჭმუნვარებას იწვევს. თუ მას ახარებს, ახალისებს ესმის მარხვის მნიშვნელობა, ასე რომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დაუთმოთ ყურადღება სულის სიძლიერეს, სულის სიმტკიცეს, სულის სისპეტაკეს, რომელიც თვინიერი ლოცვისა და მარხვისა ვერ მიიღწევა, აღსარების, ზიარების გარეშე ვერ მიიღწევა, სათნო ცხოვრების გარეშე ვერ მიიღწევა. წმინდა მამა კვლავ ბრძანებს, თუ კი ადამიანს ღმერთის სიყვარულის მოხვეჭას სურს, მან ღვთის მოშიშება უნდა მოიხვეჭოს. ჩვენ ხშირად ღვთის მოშიშებას განშორებული ვართ, რა ვერც ღვთის სიყვარულს ვერ მივახლებით. ძალიან ხშირად ადამიანს ავიწყდება, რომ ყველგან არის უფალი და მის უდიერ საქციელს, არაჯეროვან აზრს ის ამოიკითხავს და ჩვენ გვავიწყდება, როდესაც ცოდვას ჩავდივართ, რომ უფალი გვიყურებს ამ დროს და ძალიან გვიან გვახსენდება. გვახსენდება ეს ისე, როგორც 31 ფსალმუშია მოხსენიებული. ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არ არის გულისმა და შემდეგ წმინდა დავით მეფსალმონი აგზელებს. ჭიმითა და აღვირითა უფსუნე ღაწნი მათნი, რომელიც შენ არ მოგიახნეს. აი, როდესაც ჩვენზე რაიმე განსასწრელი მოიწევა, მაშინ გაგვახსენდება, რომ უფალი განაგებს ყოველივეს. წმინდა ანტონი დიდი საოცარ სწავლებას გვაძლევს სულიერი სრულყოფის თაობაზე. იგი ბრძანებს, რომ როგორც ადამიანის სხეული დაბადებიდან გარდაცვალებამდე თავისი განვითარების 3 ეტაპს გადის, იგი გულისხმობს ყმობას, მერე საშუალო ასაკს და სიბერეს, ასევე იგი ბრძანებს, რომ ეს არის დასაწყისი რწმენისა, საწყისი ელემენტები რწმენისა, რომელიც ყმობაში არის და შემდეგ უკვე ეს გადადის წარმატებულ რწმენაში და ცხოვრებაში და ბოლოს სრულყოფილების მიღწევა. მაგრამ აქ არის ერთი რამ საცნაური. თუ ფიზიკური ცხოვრების ეტაპები თითქმის გარდაუვალია, ყმობიდან შემდეგ შუა ასაკში გადადის ადამიანი, ახალგაზრდობიდან შუა ასაკში და შემდეგ ბერდება, შესაძლებელია ადამიანი სულიერად დარჩეს განუვითარებელი. მე მახსოვს ერთ-ერთი მოძღვრის სიტყვები, რომ ადამიანები იზრდებიან, საკმაოდ დიდ ასაკს აღწევენ, მაგრამ სულიერად კონდრის კაცებად რჩებიან, ანუ არ იზრდებიან. ძალიან ბევრისთვის მიუხედავად მათი ასაკისა, უცხოარი ლოცვა, უცხოარი მარხვა, უცხოარი აღსარება და სინანული, უცხოარი თვისადნო ცხოვრება. მას თავისი წარმოდგენები აქვს, შეიძლება ტაძარში ხშირადაც დადის, მაგრამ თავისი შეხედულებები აქვს და მოძღვართან არა აქვს აქტიური ურთიერთობა. აქ იბრძანებს პავლე მოციქული, უფალსა აღიარებენ, ვითარცა უწყიან, ხოლო საქმით განშორებულ არიან, საძაგელ არიან და ურჩ. რაც შეეხება მოძღვართან დაკავშირებით, ბრძანებს ანტონი დიდი, რომ შეუძლებელია ადამიანმა სულიერ სრულყოფას მიაღწიოს მოძღვრის გარეშე, მოძღვრისადმი მორჩილების გარეშე და აქ ეშმაკი ძალზე არის ჩასაფრებული და ცდილობს, რომ პიროვნება მოძღვარს დააშოროს, რომ საკუთარი ცოდვები კი არ დაინახოს, სხვისი ცოდვები და მათ შორის მოძღვარში დაანახებს ისეს, რაც მათ შეიძლება ეჩვენება, ან ნამდვილად ესეა და საკუთარი ცოდვები ავიწყდება ის, რომ იგი ცოდვილი ადამიანი მოვიდა მღვდელმსახურთან და მასთან მორჩილება უნდა ჰქონდეს. ანტონი დიდი ბრძანებს, რომ არათუ კეთილგანწყობილი ცხოვრება ექნება მას, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარიც კი არ ექნება, თუ მას საკუთარი მოძღვრის მიმართ არ ექნება მორჩილება. განსაკუთრებით აღნიშნავს წმინდა ანტონი დიდი ღვთის ნების გამოძიების აუცილებლობას პირადული ცხონების გზაზე. იგი ბრძანებს, რომ ვინც ღვთის ნებას არ გამოიძიებს, იგი ბრმა არის და ვინც ღვთის ნებით ცხოვრობს, მის გარშემო სასწაულები ხდება და მართლაც ესეა, იცით, ის ადამიანები, ვინც ღვთისსათნო ცხოვრობდნენ, საოცარი ძალა მიეცათ მათ განსასწრელი ჟამს, თუნდაც წმინდა გიორგის ცხოვრება გავიხსენოთ, ან სასწაულ მოქმედების კუნალობის ძალა ეძლეოდათ მათ და მათ წინაშე ყველანაირი გზა გახსნილი იყო სასუფევლისაკენ, რა თქმა უნდა. ასე რომ მივბაძოთ ჩვენ წმინდა ანტონი დიდს, ვეცადოთ მისი მოძღვრება დავიუნჯოთ, რაც მთავარია დღეს განსაკუთრებით იგი დიდი მეოხია სულიად საქართველოსი და ვევედროთ ჩვენი ერის ერთიანობისათვის, ქვეყნის გაერთიანებისათვის და ერთსულუნებისათვის. ერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ჩვენთან არ სმერთი.